რუბიო კუბის ღია ჭრილობას შეეხო ამ ოთხშაბათს, 2026 წლის 20 მაისს, როცა პირდაპირ მიმართა კუბელებს კუნძულის დამოუკიდებლობის დღეს. და ოფიციალური შეტყობინება შეერთებული შტატებიდან გადააქცია პოლიტიკურ გაფრთხილებად ჰავანის დიქტატურის წინააღმდეგ. რეჟიმისთვის ნებართვის გარეშე ტრამპის სახელმწიფო მდივანმა კომუნისტურ მანქანას გვერდი აუარა და ასე მიმართა. და მიმართა ხალხს, რომელიც 10 წლეულებია ცხოვრობს შიშში, სიღარიბეში, ცენზურისა და შეუსრულებელი დაპირებების ფონზე. მან მკაფიო დაჩვენა, რომ ვაშინგტონი კუბელებს აღიქვამს როგორც ელიტის მსხვერპლებს, რომლებმაც ქვეყანა საკუთარ თავზე მიითვისეს და არა როგორც შეერთებული შტატების მტრებს. შეტყობინების ძალა სწორედ ამაშია. რუბიო არ მისულა სისტემის მფლობელებთან მოსალაპარაკებლად. ის მივიდა, რათა კუბელებისთვის ეთქვა, რომ თავისუფლება ჯერ კიდევ შეიძლება დაბრუნდეს თავად კუნძულზე. რომ მომავალი აღარ უნდა იყოს კომუნისტურ პარტიაზე მიბმული. და რომ ახალი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის ხალხთან ერთად აშენდება და არა იმ ხელმძღვანელობასთან, რომელიც მართავს, აჩუმებს და ავიწროებს. და ეხლა ჩნდება გარდაუვალი კითხვა. თუ რუბიო უკვე ასეთ ტონალობაში პირდაპირ ესაუბრება კუბის მოსახლეობას, რას ამზადებს ტრამპი, რომ საბოლოოდ გაათავისუფლოს კუბის ხალხი დიქტატურისგან? ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ უნდა გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, მილსონ ალვისის სანდოობის სტანდარტით. მესიჯი გამოქვეყნდა Twitterზე და მან ძალა შეიძინა იმიტომ, რომ ის არ იყო მიმართული კუბის მთავრობას, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. რუბიო მისაუბრა როგორც კუბური საზოგადოების შვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში და როგორც ტრამპის დიპლომატიის ხელმძღვანელმა. მან კუბის კრიზისი მორალური დაპირისპირებების ცენტრში დააკენა. ერთ მხარეს არიან ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საკვების, ენერგიის, ფულისა და თავისუფლების ნაკლებობის პირობებში. მეორე მხარეს კი არის ხელმძღვანელობა, რომელიც აკონტროლებს ბიზნესს, ახშობს პროტესტს და ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ყველა გარეთ მცხოვრები ოჯახია. მან კომუნისტური ლიდერობა დაასახელა კუნძულის შიდა განადგურების მთავარ პასუხისმგებლად. ასევე დაიცვა ახალი ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და თავისუფალ კუბას შორის. ყველაზე მძიმე განცხადება სწორედ აქ არის. ვაშინგტონი მიანიშნებს, რომ არ სურს რეჟიმის გაძლიერება. სურს მისი გვერდის ავლით ისაუბროს, პირდაპირ ხალხთან. მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალ გზას სთავაზობს, მაგრამ ეს გზა კომუნისტურ მანქანაზე კი არ გადის, არამედ იმ კუბელებზე, ვისაც მუშაობა სურს. გზა გადის ბიზნესის გახსნაზე, საკუთარი წარმომადგენლების არჩევაზე, უშიშრად პრეტენზიის გამოთქმაზე და ცხოვრებაზე ისე, რომ არ იყო დამოკიდებული პოლიტიკური ელიტის ნებართვაზე. ეს არის გზავნილი, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაიღალა ბიუროკრატების, სამხედროების და ხელმძღვანელების მიერ კონტროლირებად კუნძულზე გადარჩენით. იმ ხელმძღვანელების მიერ, რომლებიც სხვებს მსხვერპლს თხოვენ, ხოლო საკუთარ პრივილეგიებს ინარჩუნებენ. რუბიომ ასევე დააკავშირა თავისი სიტყვა ამერიკის პოლიტიკის ყველაზე მგრძნობიარე მომენტთან, კუბის მიმართ. რუბიო. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს გზავნილი იმავე დღეს მოვიდა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ამზადებდა განცხადებას რაულ კასტროს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებების შესახებ, რომელიც 1986 წლის საქმეს უკავშირდება. იმ საქმეზე, როდესაც ჯგუფი ძმები გადასარჩენადის თვითმფრინავები კუბელმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. ეს დეტალი გზავნილის ტონს ამაღლებს. ეს მხოლოდ სოლიდარობის განცხადება არ არის. ეს არის ნაწილი პოლიტიკური, იურიდიული და დიპლომატიური შეტევისა კასტრიზმის ძველი სტრუქტურის წინააღმდეგ. ასე რომ ეწოდოს, ამას ძალა აქვს, რადგან არც ერთი დიქტატურა მხოლოდ სიტყვებს არ ეშინია. დიქტატურას მაშინ ეშინია, როცა ხალხი ერთდროულად კარგავს შიშს. ისტორიამ ეს უკვე აჩვენა აღმოსავლეთ გერმანიაში 1989 წელს, როცა ათასობით ადამიანი ლაიფციგის და სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა თავისუფლების მოთხოვნით. სანამ კომუნისტურმა რეჟიმმა კონტროლი არ დაკარგა, ბერლინის კედელი არ დაინგრა და პოლიტიკური მანქანა, რომელიც ხელშეუხებლად ჩანდა, ხალხის ზეწოლის წინაშე ჩამოიშალა. კუბა ახლა მსგავს გამოფიტვის ეტაპამდე მივიდა, სადაც მოსახლეობა დაღლილია ცარიელი დაპირებებით, რეპრესიით და ჩაკეტილი ცხოვრებით. მაშინ როცა რუბიო პირდაპირ კუბელებს მიმართავს და მიმართავს და აჩვენებს, რომ თავისუფალი მსოფლიო კუნძულს აკვირდება. როცა ხალხი ხვდება, რომ მარტო არ არის, დიქტატურა თავის ყველაზე ძლიერ იარაღს, სიჩუმეს კარგავს. და სწორედ ამიტომ ეს გზავნილი უბრალოდ დიპლომატიურ სიტყვად არ ჟღერს, არამედ როგორც ზეწოლის დასაწყისი, რომელსაც შეუძლია მთელი ერი რეჟიმის წინააღმდეგ გააღვიძოს. რუბიომ გააკეთა ის, რომ კუბის ხალხი დიქტატურისგან გამოკო. მან მიმართა როგორც მათ, ვინც კუნძულზეა, ისე მათ, ვისაც ოჯახი გარეთ ჰყავს. ცენტრალური დაპირება არ ყოფილა მარადიული ქველმოქმედება, არამედ ახალი კუბა, სადაც ჩვეულებრივ მოქალაქე შეიძლება ჰქონდეს მაღაზია, რესტორანი, ბანკი, სამშენებლო კომპანია, გაზეთი, მაუწყებელი და თავისუფლება, რომ ყველა ერთად შეცვალოს მართველები. შეტყობინების ძალა კონტრასტშია.
რუბიომ შეახსენა, რომ კუბელები წარმატებას აღწევენ შეერთებულ შტატებში, პოლიტიკაში, ბიზნესში. მაშინ როცა კუბის შიგნით ტალანტი ჩაკეტილია სისტემის მიერ, რომელიც წინსვლის საშუალებას მხოლოდ იმათ აძლევს, ვინც ხელისუფლებასთან ახლოსაა. კუბის მთავრობამ უპასუხა რუბიოს თავდასხმით და შეერთებული შტატები აგრესიაში დაადანაშაულა. ეს პასუხი მოსალოდნელი იყო. ჰავანა ცდილობს შეინარჩუნოს ნარატივი, რომ მთელი ტანჯვა ამერიკული სანქციებიდან მოდის. რუბიომ უპასუხა დიქტატურისთვის ყველაზე საშიშიში გზით. მან დისკუსია ტექნიკული სფეროდან პოლიტიკურ პასუხისგებლობაზე გადაიტანა. ნომრების, კონტრაქტებისა და ბლოკადების განხილვის ნაცვლად, მან ფაქტობრივად იკითხა, რატომ აგრძელებს კუბური ელიტა მართვას, მაშინ როცა ხალხი რეპრესიებით დუმს. გაფრთხილება ასევე ეხმიანება ტრამპის და თავად რუბიოს წინა განცხადებებს. 2026 წლის მარტში ტრამპმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ძალიან მალე რაღაცას გააკეთებდა კუბასთან დაკავშირებით, მაშინ როცა რუბიომ განაცხადა, რომ კუბას სჭირდება ახალი ადამიანები ხელმძღვანელობაში. ეხლა ესპანურ ენაზე გაგზავნილი შეტყობინება აჩვენებს, რომ თეთრი სახლი ამ ხაზს არ გადაუხვევია. ზეწოლა გრძელდება, მაგრამ უკვე მკაფიო სტრატეგიით. დიქტატურის ლეგიტიმურობის შესუსტება თავად მოსახლეობის თვალში. რუბიოს განცხადებას არ სჭირდება ტანკების გამოცხადება, რომ რეჟიმისთვის მუქარად ჟღერდეს. დიქტატურისთვის საფრთხე პოლიტიკურ შინაარსშია. როდესაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ მომავალი ხალხთან უნდა იყოს შეთანხმებული და არა იმ ელიტასთან, რომელიც კუნძულს აკონტროლებს, ის გზავნის, რომ ვაშინგტონი ჰავანას აღარ აღიქვამს სავალდებულო კარიბჭედ. რეჟიმისთვის, რომელიც ცხოვრობს ინფორმაციის კონტროლით, შიშითა და დამოკიდებულებით, ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია დარტყმაა ოფიციალური ნარატივის ცენტრში. ტრამპის ადმინისტრაციამაც იცის, რომ კუბა ღრმა მყიფეობის პერიოდს გადის. ეკონომიკურმა კრიზისმა, ახალგაზრდების ქვეყნიდან წასვლამ, კომუნისტური პარტიის დასუსტებამ და მომავლისადმი ნდობის ნაკლებობამ გზა გაუხსნა უფრო აგრესიულ გარეზეწოლას. რუბიომ სწორედ ამ შესაძლებლობით ისარგებლა. შეტყობინებას ორი ადრესატი ჰყავს. ერთი შიდა, მეორე გარე. კუბის შიგნით ის ცდილობს ფსიქოლოგიური იზოლაცია დაარღვიოს იმ ადამიანებში, ვინც ფიქრობს, რომ დავიწყებულნი არიან. კუბის გარეთ ის მიმართავს გადასახლებულებს. ფლორიდაში მცხოვრებ კუბელ ოჯახებს და ტრამპის მოკავშირეებს, რომლებიც ელიან მკაცრ პოლიტიკას სოციალისტური დიქტატურების წინააღმდეგ ნახევარსფეროში. აი რატომ მიიღო გამოსვლამ გაფრთხილების ტონი? რუბიო მხოლოდ კრიზისს არ განიხილავდა. ის აფრთხილებდა, რომ ამერიკის მოთმინება კუბის დიქტატურის მიმართ იწურება. შემდეგი ნაბიჯი ახლა სამ მიმართულებას მოიცავს. პირველი არის იურიდიული ზეწოლა რეჟიმის ისტორიულ ფიგურებზე, როგორიცაა რაულ კასტრო. მეორეა დიპლომატიური ზეწოლა, როდესაც ვაშინგტონი დიქტატურას კუნძულის განადგურების პირდაპირ პასუხისგებლად წარმოაჩენს. მესამეა ემოციური ზეწოლა მოსახლეობაზე, იმის ჩვენებით, რომ გამოსავალი შესაძლებელია და რომ შეერთებული შტატები სულს კუბელების მოკავშირედ გამოჩნდეს, არა სისტემის მფლობელების. კითხვაა, როდემდე შეძლებს დიქტატურა იმის აღკვეთას, რომ თავად კუბელებმა მოისმინონ ეს მოწოდება და რეჟიმის დაცემა რეალურ შესაძლებლობად აღიქვან. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალ ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველ დღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია სიმართლით. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დაუჭირე მოწონება ამ ვიდეოს, გამოიწერე ერხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდე უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესი გლობალის საზოგადოებაში.